What's up YouTube? Salami ყოველას ვინც უყურებს ამ ვიდეოს. Მოკლედ ბიჭები დღეს გვექნება ძალიან საინტერესო პოდკასტი. პოდკასტი მიწყვნილი ესე იგი ფაქტიურად უფრო გამძლეობას, მიტოქონდრიებს, აღდგენას და ჩემი გარკვეული რაღაცა შეიძლება ითქვას self-taught research-ი მინდა გაგიზიაროთ ორ ძალიან საინტერესო პეპტაიდზე, რასაც მე გამოვიყენებ ბოლო უკვე აქტიურად, მიახლოებით ერთი ვიტყოდი ალბათ 2 თვე ნახევარი 3 თვე. ზოგადად თქვენ რო წარმოდგენა გქონდეთ ბიჭებო, რომ მე ჩემს გარკვეულ სამუშაოს გარდა ვაკეთებ იმას, რომ ვატარებ ალბათ ვიტყოდი მიახლოებით უკვე ერთი 10-12 წელი ძალიან გათვითცნობიერებულად ჩემს ცხოვრებას ექსპერიმენტებზე ფაქტიურად ისეთი გარკვეული დანამატების იქნება პეპტაიდების, ფეცის, ნივთიერებების უფრო ახლოს პერფორმანსთან და სპორტთან ახლოს, რადგან მე თვითონ დაკავებული ვარ უკვე კროსფიტით ალბათ იქნება ალბათ უხეშად მე 10 წელი სპორტული ჩემი შეიძლება ითქვას რაღაცა ბავშვობა უკვე დაიწყო რაც ვიხსენებ მახსოვს ბოქსი, კარატე, მერე ფაქტიურად ბოდიბილდინგი, რეგბი, მერე შესაბამისად რაღაც სტრონგმენის დვიჟენები, ანუ სულ ვიყავი ძალიან ჰიპერაქტიული, სულ მევასებოდა რაღაცა ერთ ვარიანტში სპორტული დვიჟი და შეიძლება ითქვას, რომ ბოლო უკვე 10-12 წელი რაც მაქვს საკუთარი დარბაზი, მიუძღვენი ფაქტიურად ბოლო წლები იმას, რომ ზუსტად ექსპერიმენტებს ჩემ თავზე პირველ რიგში. ამასობაში ჩემი მეგობრები, ჩემი სასწავლი და მინდა ის თქვა, რომ გარკვეული რაღაცა ნივთიერებაზე, რაც კი არის ამ ბაზა, გინდათ სამედიცინო, რასაც თქვა ინფორმაცია, რამეს თქვა გვაძლევს გინა PubMed, გინა თქვა გარკვეულად ხელოვნური ინტელექტი, გინათ რაღაც გარკვეულად ნებისმიერი რესერჩი. ყველაფერი კაია, მაგრამ ვიტყოდი, რომ პრაქტიკაზე არ არის მთლად ისე, რაც ზუსტად დოზირებები და რაღაც გარკვეული კვლევები არის. მე გავაზიარებ ჩემს გარკვეულ რაღაც ინფორმაციას, ანუ მე მისხვა მინდა რომ რაღაცას თქვა ფაქტიურად, რასაც მე წავიკითხავ, რასაც ჩვეულებრივად არის ცნომა არის ინტერნეტში. მაგ ყველაფერს მე შესაბამისად ვტესტავ პრაქტიკაზე და შესაბამისად ვტესტავ კიდე ანალიზებზე როგორ რა იმოქმედა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ხშირად რაღაცა გარკვეული რამე ექსპერიმენტები რაც არის რაც შეეხება პეპტაიდებს, კი ეხლა ამ ეტაპზე ფაქტიურად რაღაცა გარკვეული ბაზა რაც არის უფრო არის ჩვენ პატარა მეგობრებზე, თაგუნიებზე არის ფაქტიურად კი ხალხზე ძალიან ბევრი არ არის, მაგრამ გარკვეული ისეთი უმეტესი რაღაცა გარკვეული performance enhancement drugs-ი რაც არის, ამე გარკვეული ისეთი ნივთიერებები, რაც performance მატებს თავიდან, რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველანაირი ნივთიერება, არავინ გინას თქვა თავი მედიკამენტი იტესტება ყოველთვის თავგებზე და ისეთი თემა არის, რომ ჩვენ თან ინფორმაცია განსაკუთრებით საქართველოს თუ მივა საუბარი, ცოტა ამ სფეროში და ამ ექსპერიმენტებში ცოტა ჩამორჩება ეს ვარიანტი. რა თქმა უნდა, იქით უფრო საზოგადოებრივ ვიტყოდი თქვა აი ამერიკელების ვარიანტში, რუსულ გარკვეულ რაღაცა ფორუმებზე და რაღაც გარკვეულ საინფორმაციო ველზე რაც არის. პეპტაიდები ძალიან აქტიურად გამოყენდება ხალხში. ჯერჯერობით უბრალოდ პეპტაიდებზე თქო რო ხდებოდეთ აი რაღაც გარკვეული კვლევა, რომ ჩაატარონ თქვა რამე გარკვეული ინფორმაცია, რომ მაქსიმალურად მოიძიონ და გარკვეულად რაღაცა თქვა ნივთიერებას დრო დაუთმონ, პირველ რიგში ხდებოდეთ იმას, რომ ყოველთვის ყველაფერი დადგება მხოლოდ ფინანსებთან, დაფინანსებასთან რა და FDA-ის თქვა და გარკვეულად სხვა რაღაცა გარკვეული ისეთ საკვლევო რაც კი არის რამე თქვა, ან რა ვიცი, ინსტიტუტები ან თქვა რაღაცა გარკვეული ლაბორატორიები და ასე შემდეგ, რაღაც ნივთიერება რომ აქტიურად ჩატარდეს რაღაც გარკვეული ხალხის ექსპერიმენტები, პირველ რიგში ძალიან ბევრი ფული არის საჭირო და ნახავთ რომ უბრალოდ დროის თემა არის და გავა მიახლოებით 5 წელი, 10 წელი და ნახავთ რომ პეპტაიდები, რაც ახლა მე უნდა მინდა რომ ვისაუბრო, ჩემი გარკვეული რაღაც ექსპერიენსი. ნახავთ რომ ჩვეულებრივ აფთიაქებში გაიყიდება, ჩვეულებრივ ხალხსაც იქნება ექსპერიმენტები, პროს დროის ამბავია და ფინანსების ამბავია, რომ ფინანსები ჯერჯერობით რომ ხდებოდეთ, კი, სამწუხაროა ის რომ ზოგადად ფინანსური რაღაც გარკვეული რაც კი არის დიდი ყულობა არ არის სწორედ დაბალანსებული, ჯერჯერობით ამ კუთხეში ფინანსების თემა არის. შევეხები როგორ ნიუანს. მე ზოგადად ჩემი ყველა რომ ხდებოდეთ თქვენ, რომ ავიღოთ თქვა გინდათ CrossFit Games-ი, ავიღოთ თქვა გინდათ საიც გუშინ იყო არნოლდის ფაქტიურად, არნოლდ კლასიკი იყო, უყურებდი სტრონგებს. რო ხდებოდეთ, გინდათ ავიღოთ სტრონგმენი, გინდათ ავიღოთ განსაკუთრებით CrossFit, გინდათ ავიღოთ თქვა აი Ironman-ი. გინდათ ავიღოთ ბოდიბილდინგი. აი ცვეთში გეუნებით, რომ მანდ არის პირველ რიგში გენეტიკა. თქვენ რო ხდებოდეთ ფაქტიურად, აი ზოგადად თქვა ის ვარიანტში ტოპ უხეშად 10 ვინც არიან თქვა CrossFit Games-ზე, ტიპებია რა.
გინდა თქვა თავიყოთ აი ხა ჩემი ეპოქა იყო ახლო უფრო ვიტყოდი ფრეიზერთან, იმიტომ რომ მაშინ ფრეიზერი იყო კინგი, კი ბატონო ბაზარია, მე რომ დავიწყე კროსფიტი, მაშინ იყო ფრონინგი, მაგრამ უფრო მე შესაბამისად აი ძალიან აქტიურად რაც ჩავეძი ინფორმაციას, გინდა ფრონინგის თემას, გინდა თქვა ფრეიზერის თემას. ეგენი არაფრის განსაკუთრებულს არ იღებენ. ანუ რაღაც ისეთი განსაკუთრებული, რაღაცა ლაბორატორიული, სადმე იქ თქვა მიწისქვეშა აქვს რაღაცა ლაბორატორია და იქ რაღაცა ექიმები ყავთ და პროფესორები ყავთ, ისინი ამას აზრევენ ისეთ განსაკუთრებულ გადასხმებს რაღაცეებს თქვა ჯადოსნურ რაღაცა ლურჯი ფერის გადასხმებს და ასე შემდეგ. არა, ეგ ხალხი იბადებიან, აი რომ ხვდებოდეთ თქვენ სპორტში პირველ რიგში ადამიანო დაიბადოს მაქსიმალურად ჯამრთელი. ჯამრთელი, როგორც თქვა რაღაცა ორგანოების ვარიანტში, ასევე რაღაცა ვარიანტში მიტოქონდრიანული სისტემა, კუნთოვანი ქსოვილის თქვა რაღაცა გარკვეული, აი ძალიან ბევრნაირი, რა ვიცი, AMPK დაჩიკები და აი ძალიან ბევრი იქ ისეთი იმდენი ნიუანსი აქვს, იმდენი რაღაცა გარკვეული კასკადი აქვს ადამიანს, როგორც ჰორმონალური, როგორც ენდოკრინული, ასევე რაღაცა მეტაბოლური, ანუ ადამიანი უნდა დაიბადოს სრულფასოვნად ძალიან ჯამრთელი რა, როგორც კუჭნაწლავი, ჰორმონალური ფონი და ასე შემდეგ. რო თქვა, რომ რაღაცა თქვა ეგენი ისეთ ამე განსაკუთრებულს იღებენ, მე არ ამჯერა. და რადგან ვიცნობ ძალიან ბევრს, აი ძალიან მაგარ ნიჭიერ ბიჭებს, რომლებიც შეჩი არაფერს ისეთ განსაკუთრებულს არ იღებენ, გარდა ესაკობი დანამატები, ბადები და ასე შემდეგ რა. ადამიანები просто ეგენი ახლა ფრონიქს თუ შევეხებით და უფრო თქვა რაღაცა თქვა ახლა ფრეიზერს, ეგენი ახლა TRT-ის ვარიანტი, მან არაფერი განსაკუთრებული მე TRT-ის თემაში არ მიმაჩნია. ახლა TRT ჩოლობრივ ახლა არის ისეთი რაღაცა გარკვეული ჰორმონის ტესტოსტერონი თუ მივა საუბარი მე და TRT-ზე თუ მივა საუბარი. აი რომ ხვდებით TRT სხვა რამეა და HRT სხვა რამეა. TRT არის ტესტოსტერონ replacement therapy, HRT არის ჰორმონები უკვე ბევრია. ჰორმონში შეიძლება იყოს დისჰორმონი, რა ვიცი, ფარისეული ჯირკვლის ჰორმონები, შეიძლება იყოს თქვა გარკვეულად დაჟე ინსულინი, ზრდის ჰორმონი და ასე შემდეგ რა და არაფერს ისეთ განსაკუთრებულს არ იღებენ. მე ყოველთვის ვიტყვი იმას, რომ ყოველთვის ალბათ ნებისმიერ სპორტში გენეტიკა მაინც თავისას იტყვის. უპირველეს ყოვლისა. და მე უკვე შესაბამისად ადამიანს რომ მაგარი გენეტიკა აქვს, თუ არის მაგარი შრომის მოყვარე და არის, რა ვიცი, პარხუდუ დისციპლინირებული, იმიტომ რომ მოტივირებული არა, უფრო ვიტყოდი რომ ადამიანი უნდა იყოს ეს ვარიანტში, უფრო დისციპლინა უნდა კონდეს და უნდა უყვარდეს ერთფეროვნული რუტინა. როგორც ახლა ფაქტიურად ჩვენი ბიჭები არიან, გინდაც ახლა თქვა თავიყოთ აკადემიაში წლების წინ ფაქტიურად კროსფიტის თემა მიახლოებით თუ არ ვცდები 7 წლის წინ იყო თუ 8 წლის წინ აღარ მახსოვს Open და CrossFit-ის თემა ვაფშე მე რო დავიწყე მე ვიყავი პირველი ფაქტიურად ვინც ეს სიტუაცია დაიწყო მე ბექამ ფაქტიურად კორნაძემ გააგზელა ეგ თემა და ბექას შემდეგ ფაქტიურად ნიკა მაის ახლა რას საკეთებს რომ ხვდებოდეთ თქვენ ჩვენი ქართველი კი სვეტში აი არის ტოპ შეიძლება ითქვას 10-ში 15-ში აი ხა Open-ზე ნახავთ რომ მე მჯერა რომ ტოპ 10-ში იქნება ეგ ბიჭი რა და გენეტიკა არის პირველ რიგში მაგას პროცესს ვიტყვი, იმიტომ რომ ეგ ბიჭი ახლა მაისაზე თუ მივა საუბარი, ახლა აიუყურებ ფაქტიურად Open-ზე რას საკეთებს. 1.280 შეიძლება და 2.90 აქვს deadlift-ი და რო ქონეთ წარმოდგენა, გუჯა რო არის შემი ძმაკაცი, მაისაზე იქნება მძიმე მიახლოებით 1.15 კილოთი, ეგ პლუს. პლუს გინდა არ გინდა, ხო, ასაკშია და რაღაცა, მაგრამ მიახლოებითი შედეგები აქვს რა. აი მაგ მოძრაობაში, ანუ რომ ხვდებოდეთ გენეტიკა მაინც უეჭველი გადაწყვეტავს. ჩემ სიტუაციაშიც იგივე სიტუაცია არის. მე გენეტიკა ვაფშე არ მქონდა. მე даже ყოველთვის ხომ ნაცავი მიგდებდნენ მასხარად, რომ რაღა შენწახვედი სპორტში, ანუ ვაფშე საერთოდ სპორტის მხრივ და რაღაცა ჩემს არათესაოში მინდა ვაფშე არავინ არ იყო დაკავებული. ყოველთვის მნიშვნელობა გენეტიკა. არა მარტო мама და папа შეიძლება კიდე იქითაც თქვა. ღრმა გარკვეული რაღაცა გენეტიკურ რაღაც ფესვებსაც აქვს დიდი მნიშვნელობა, მაგრამ მაინც მაგ კუთხით მე არ გამიმართლა. მე რომ მაგ კუთხით არ გამიმართლა და ზუსტად რო ვიყავი ძალიან ისეთი ჟინიანი ვარ და ისეთ ვარიანტში მოუსვენარი ვარ და გიპერაქტიული ვარ, წავედი უფრო იმ კუთხით რომ მეთქი დავწყობ უფრო ისეთ რაღაცა ნივთიერებებს შეუბერავ, რომლებიც მიმიყვას იმ დონეზე რა. არა, ეგეც ფაქტიოდ ვერ არის. ამასობაში წლები გარბის, ორგანიზმი თქვენ ხვდებოდეთ რომ ორგანიზმი როცა სისტემატიურად რაღაცა ვარიანტში არის ძალიან დატვირთვებში, თავის გარკვეულ ყოველ ადამიანს ხო თავის გარკვეული რაღაცა დატვირთვების რაღაცა პიკი აქვს და რაღაც გარკვეული ესე ვთქვათ ლიმიტები აქვს. ვიღაცა ვთქვათ შეიძლება რა ვიცი ხო ბაზარი არ არის ვთქვათ გააკეთებს ვთქვათ 200 კილოს და იმის ვთქვათ არის ეგ 99% დატვირთვის იმ დღეს და ვიღაცისთვის შეიძლება ეგ იყოს ავი 90-95%. წლები რო გადის ადამიანი რო უბერავს ინტენსიურ რაღაცა გარკვეული სპორტულ ვარიანტებს ორგანიზმი ცვდება. ეგ არის ერთი ნიუანსი. ბოლო წლებში ძალიან დავიწყე აქტიურად პეპტაიდების ვარიანტი. პეპტაიდები თქვენ ხვდებოდეთ, აი რომ მივა საუბარი ქიმია და რაღაც. ქიმია ვაფშე არ არის. პეპტაიდები არის ალბათ ვიტყოდი ყველაზე ისეთი ნატურალური ვარიანტი, იმიტომ რომ ფაქტიურად ამინომჟავებია. ჩვენ შევდგებით ამინომჟავებისგან. პროსტა ამინომჟავები ჩვენ რო ვიცით რომ
აი კუნთის დისთვის და რაღაცა გვჭირდება 21 ამინომჟავა 20-30 ამინომჟავა რომ მოხდეს სულფასოვანი რაღაც გარკვეული ანაბოლური სინთეზი რაღაცა მაგის გარდა კიდე ძალიან ბევრი ამინომჟავაა და ეს გარკვეულად პეპტაიდების რაც არის ისეთ ვარიანტში დატეხილი ბლოკები ამ გარკვეული ამინომჟავების არის ბევრნაირი. შევეხები როგორ თემას. ჩემ თავზე შემიძლია ვთქვა ერთი რაღაცა. გინათ წლების წინ როცა ვიყავი 25-ის, 24-ის, რო ვიხსენებ ყოველთვის რაღაცა ვარიანტში, აი თქვათ რამე მძიმე დავალებას თუ გავაკეთებდი და რაღაცა, თითქოს მე მეორე დღეს ვერ ვიყავი ხოთზე. შევეხები როგორ თემას. პეპტაიდზე მინდა ვისაუბრო, ესე იგი, დღეს კონკრეტულად ეს 31-ზე და მინდა ვილაპარაკო კიდე MOTS-C არის ეს პეპტაიდი ფაქტიურად, აქტივატორი არის AMPK დაჩიკის რა, ანუ გვაძლევს ეს ვარიანტში საშუალებას რომ აქტიურად უფრო ხელმისაწვდომად გამოვიყენოთ როგორც ვთქვათ გარკვეული FFA free fatty acids და ასევე ნახშირწყლები ენერგიის წყაროთ. ამასთანავე ვაკეთებ როგორ ტესტებს ფაქტიურად. რაც არის კლასიკური დოზირებები, ზოგადად კლასიკური დოზირებები მინდა ახალს რომ მოვიძიოთ ინფორმაცია, ეგ არის უფრო ბროსაიენ სისტემა, ანუ გარკვეული ის რაღაცა გარკვეული ბროსაიენსია, ვინც აი ბიჭები უფრო ტესტავენ. ზოგი ამობს რომ კვირაში უნდა გამოყენდეს მიახლოებით 2-3 მილიგრამის სამჯერ. ზოგი ამობს რომ გამოყენდეს 5 მილიგრამის სამჯერ. ზოგი ამობს კვირაში უნდა გამოყენდეს 5ჯერ 5 მილიგრამი. ზოგი ამობს რომ დაჟე პირიქით რაღაცა ბუსტი რომ მოიცესო. იყო ერთ-ერთი ქალი, ჩემი მეგობრის ფაქტიურად ერთ-ერთი შორეული ახლობელი, რომელიც ძალიან უბერავდა კროსფიტის თემებს და ის გამოიყენებდა კვირაში სტაბილურად ვარჯიშის წინ 10 მილიგრამს. სტაბილურად 4-ჯერ 5-ჯერ. მე უბერავ როგორ თემას. მე უბერავ ახლა MOTS-ზე თუ მივასაუბარი ფაქტიურად MOTS-ი უფრო ანუ არის ისეთი გარკვეული რაღაცა რეგულატორი ენერგიის რა, უფრო ვარჯიშის წინ არის უფრო მიზანშეწონილი გამოყენდეს ეგ. მე უბერავდი ხოლმე CrossFit კომპლექსების წინ მიახლოებით ალბათ 1.5 საათით ადრე 40 წუთით ადრე იმენა პიკამდე დაწყებამდე დოზირებას მიახლოებით დავიწყე 5-ით თითქოს ნორმალურად. დოზირება რო ავწი 10 მილიგრამზე ვატყობდი რომ აშკარად თითქოს რაღაცა აი შაქრის დავარდნის პროცესს რო გზნობ თითქოს ხელების კანკელი რო გეწყება, აი რო გინდა შაქარი რა რო გივარდება, მასეთ რაღაცა მექანიზმებს გზნობდი დიდ დოზებზე. მაგას უბერავდი და შესაბამისად ეს 31 რაც არის ფაქტიურად, ეგ არის ისეთი გარკვეული პეპტაიდი, ეგ არის როგორც უფრო ეს ვარიანტი შეიძლება ითქვას რაღაცა შილდი, რაღაცა თქვა დამცავი მიტოქონდრიების რა. რომ ხვდებოდეთ რომ მაქსიმალურად ენერგიულად ვიგზნოთ თავი და ვიყოთ მაქსიმალურად აი დაბუსტული ენერგიით, მანდ მიტოქონდრიებზე პატარა სუბსტანციები ენერგიისები თუ არის ხოძზე, ჩვენც ვიქნებით შესაბამისად ხოძზე. ეგ არის უფრო პროტექტორი ვიტყოდი მიტოქონდრიების. ამიტომ უფრო მიზანშეწონილი არის თქვათ უფრო ალბათ ვარჯიშის შემდეგ როცა ჩვენ მიტოქონდრიები დავაზიანეთ და მე შესაბამისად რაღაც გარკვეული პროცესები წავა, აღდგენითი და ასე შემდეგ, მაშინ შესაბამისად გავიკეთოთ. მაგრამ ხან ტესტავდი ხოლმე დაჟე ვარჯიშის წინაც, როგორც რაღაცა პატარა ბუსტს ვაძლევდი. რაც შეეხება ამ SS31-ს ინფორმაცია ძალიან ბევრნაირია. ზოგან წერია რომ 1 მილიგრამი გამოყენეს, მასხარაობა 1 მილიგრამი და 2 მილიგრამი. მაგას ვიყენებდი ხომ მიახლოებით 5-დან 10 მილიგრამამდე მიცდია. მაგას ტესტავდი სისტემატიურად. მაგასთან გზად პახვდო, ეხლა რაღაცა ვარიანტში, როგორც ბევრჯერ მithქვია ძალიან, რაღაც დამხმარე თემაში ხმარობდი მეთილენს, ლურჯს. მეთილენზეც ეგეც ფაქტიოდ მიტოქონდრიების ჯანმრთელობა რაღაცა ელექტრონების უფრო გარკვეული უფრო კაი კონტაქტი ნერვული სისტემასაც ნორმალურად ვარიანტში ის ვარიანტში ხოვდავს, ანუ ნაკლებად შტერდები ეს ვარიანტში შეიძლება ითქვას, როცა მეთილენს უბერავ რაღაც გარკვეული მოქმედებაში, როცა უბერავ რამე რაღაცა თქვა კომპლექსს რაღაცას უფრო ტვინი ნორმალურად მუშაობს უფრო. და ეხლა ეგ დამტკიცებულია, რომ მეთილენი გამძლეობის თემაში და მიტოქონდრიების ჯანმრთელობაში ცვეთში სასარგებლოა. მაგას უბერავდი როგორც რაღაც გარკვეულ ბონუსს. შემიძლია ხაზგასმით თქვა რა. ამასთანავე გავაკეთე რაღაცა მძიმე კომპლექსი, დროის მოცულობაში მიახლოებით ალბათ 15 წუთი, გავიმეტე თავი, ალბათ არ ვიმეტებ თავს ახლა 100%-ზე საერთოდ ცვეთში ბოლო ხანებში, მაგრამ მიახლოებით ალბათ ერთი კომპლექსი იყო უხეშად 12-15 წუთი, გავიმეტე თავი ალბათ 1-90%. პროცესში დავიღალე, მაგრამ ჩვეულებრივ დავჯექი, გავაკეთე ასაულტ ბაიქი, სუმბუქ რეჟიმში, ანუ რო ქვია მაგას active recovery. ჩვეულებრივ დავლიე ნახშირწყალი მიახლოებით ალბათ 1-20-30 გრამი, როგორც უბერავ ხოლმე ჩვეულებრივ. და 15 წუთში, აი ჩემთვის ეგ იყო ყველაზე მეტად გასაკვირი, რომ ჩვეულებრივ გავხსენი რაღაც გარკვეული სავაჭრო პროგრამას ახლა უბერავ, მე დახურულ ჯგუფშიც არის და რაღაცები თქვათ, რაღაც ვარიანტებშიც იყო საშუალო ეფორტით გასაკეთებლები. ჩვეულებრივ ვივარჯიშე მიახლოებით 1 საათი. აი ეგ იყო ჩემთვის უზომოდ გასაკვირი. თითქოს ამ პეპტაიდებს დამატების შემდეგ აღდგენა ცვეთში
ანუ უნჯობესდება, რაც შეიძლება ითქვას. და ვიტყვი როგორ თემას, ანუ გამძლეობის ვარიანტის და სუნთქვაც და თითქოს კუნთების დაჭმულობა და თითქოს რაღაცა სიმაგრე ქრება. ამ ორი პეპტაიდის კომბინაცია ჩემთვის ზუსტად ეგ არის, რომ მე რადგან უფრო გამძლეობა ყოველთვის გენეტიკურად უფრო მიჭირს, ანუ მე უფრო ვარ უფრო მოკლე ფეთქებადი ტიპი ვარ, ანუ უფრო აი შემიძლია ვთქვა რაღაცა ვთქვა, აი აკროატაცი, სადაც აი ბუმია გასაკეთებელი უცებ, აი აფეთქების ვარიანტი, ყოველთვის ეგ მეხერხებოდა. სპრინტები მოკლე 60 მეტრიანი, 100 მეტრიანი ყოველთვის მაგრად გამომდიოდა. ახტომები ვთქვა რაღაცა ვარიანტში 5-ზე ყოველთვის მაგრად გამომდიოდა. კოორდინაცია და ბალანსიც არ ვიტყოდი, რომ ცუდი მქონდა. ხელებზე სიარული ფაქტობრივად თუ დავიწყე კროსფიტი, ეხლა ვიგეთქვით ვისწავლე, მიახლოებით ალბათ ყველაზე უმაღლესი 1-7 დღეში. ძალა შედარების ვარიანტში ახლა უფრო აი სადაც იყო საჭირო უფრო კოორდინაციულ მოძრაობებში არ მიჭირდა. თქვენ ხვდებოდეთ თქვა აი ჟიმი, სამჭიდი არის უფრო სუფთა აი რასაც ქვია იმენა აი მუტანტური ძალა იქ საჭირო. იქ კოორდინაციები და ბალანსები არის საჭირო, მაგრამ ისე რა თქმა უნდა არა, სადაც აკურატაცია. აკურატაცია არის სუფთა, მით უმეტეს თუ მივასაუბარ თქვა ატაცზე, ეგ არის ალბათ ვიტყოდი 1.50-60% ბალანსი და კოორდინაცია თუ არა გაქვს, ეგ მოძრაობა ვერ გამოგიო. და ასევე მოქნილობა, მობილიტეტიც უნდა გქონდეს. ეგენი შედარებით მე უფრო მქონდა. ათვისება რაღაცა გარკვეული და აი რაღაცა სკილების სწავლა. სადაც იყო საჭირო ნერვული სისტემა. მან ყოველთვის ეგეც ადვილად გამომდიოდა რა. ყოველთვის ქონდა პრობლემა უფრო გამძლეობა აერობული და ანაერობული. ეგ იყო ხომ ჩემი ყოველთვის პრობლემა. აი ცვეჩი შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე საუკეთესო თემა ალბათ რაც გამისინჯია. სარემის თემაც გამისინჯია, გადასხმებით ცვეჩი ძალიან მაგარია ცვეჩი. მაგრამ მაინც ხაზგასმით შემიძლია ცვეჩი ვთქვა, რომ კომბინაცია მოცი და SS31 და მეთილენი უზომოდ საინტერესო არის ამ კონტექსტში. არ შევეხები ახლა გარკვეულად რაღაცა ვთქვათ ვარიანტში მცენარეებს, იმიტომ რომ მცენარეებს სულსვავ, აი რადიოლას სულსვავ, ჟენშენს სულსვავ ფაქტიურად, რავი, რაღაცა ბეტა-ალანისაც კარნოზინის დონისთვის კუნთებში, მაგასაც ფაქტიურად სულ უბერავ. და ესენი რაც დავამატე ამ ბოლო 1-2 თვენახების განმავლობაში, ეს შედეგი უფრო იგრძნობა ალბათ ვიტყვი 1 თვის შემდეგ, როცა ხდება რაღაც დაგროვებითი ეფექტი, რაღაცა გარკვეული მექანიზმები ირთვება. ამიტომ ცვეჩი, ვისაც გაქვთ თქვენ პრობლემა უფრო გამძლეობის, ეს არის იდეალური ვარიანტი. რაც შეეხება კიდე პეპტაიდები, რატომ მომწონს? ძალიან არის გამკაცებული დოპინგის თემა. ანუ ფაქტიურად რამე თქვა რაღაც სტერიკებზე თუ მივასაუბარი, სტერიკები დიდი ხანი ჩანს დოპინგში და ჟერავი რაღაცა თქვა კლასიკურად გინას ოქსანდროლონი და ოქსიმეთონას ბიჭები უბერავენ. ეგენი ჩანს მიახლოებით მაინც ერთი შეშვებიდან თვენახევარი. და ცუდი ახლა როგორი სიტუაცია არის და ცუდია ეგ ვარიანტი და თუ მივასაუბარი ამ პეპტაიდებზე, ესენი ჩანს შეშვებიდან მიახლოებით უხეშად 2 კვირიდან 3 კვირამდე. აი გააქვს ამებს კაი. და ესეთი რაღაცა გარკვეული ვიდეო მინუტა გადამეღო, რომ გარდა ამას ფაქტიურად რაც შეიძლება კიდე ითქვას დადებითზე ამ ვარიანტზე, даже ვინც თქვა აი ძალიან აქტიურ სპორტზე რა დაკავებული, SS31-ს კარდიო რაღაც გარკვეული დამცავი და კარდიო ტონიზირებული რაღაც გარკვეული ეფექტები აქვს, ანუ გულის კუნთისთვის არის კიდე სასარგებლო SS31. ეს რაც შეიძლება კიდე თქვა რაღაცა მოცე კიდე ის არის კაი, რომ გზნობიარობა ფაქტიურად ინსულინის მიმართ ქსოვილებით უჯობესდება. ანუ ეგეც რაღაცა გარკვეული თუ ვიღაცას თქვა რაღაცა გარკვეულად აქვს შაქრის პრობლემა. ზოგადად ეგეც მაგარია. ეს ანუ ფაქტიურად უფრო წაადგება ეს მოცი даже იმათ, ვისაც ჭარბიწონა აქვს და ვისაც თქვა даже რაღაც დაკლების ვარიანტი უნდათ, იმიტომ რომ რაღაც გარკვეულად ნახშირწყლოვანი მეტაბოლიზმი უფრო უმჯობესდება. საინტერესოა ეს პეპტაიდების თემა. ესეთი ვიდეოებს ვფიქრობ, რომ რა ვიცი, მე მგონი საქართველოში არ ვიცი იღებს თუ არა და რადგან უფრო როგორ კონტექსტს ვიტყვი. მე ამაზე არ ვლაპარაკობ იმას, რაც თქვა წერია და რასაც იძლევა თქვა ინფორმაცია, რაც გარკვეულად გინას თქვა გარკვეულად რავი ჩათი ან გინას Google-ი. მე ამას ტესტავ ჩემ თავზე და მე ვამბობ ამ ვარიანტს. ბევრი რაღაც დამიტესტია, რაც აი ვაფშე არ მუშაობს და არანაირი გარკვეული ისეთი, აი ბევრი არის კვლევას აიღებ, თქვა რაღაცას წაიკითხავ და ცვეჩი იმას გააკეთებ თქვა და რაღაცა ცვეჩი განსაკუთრებული არ ხდება რა. რაც შეეხება თქვა კიდე რაღაცა გარკვეულად ალბათ დანამატებს გამძლეობის თემაში, მაგას შევეხები ალბათ უფრო სხვა ვიდეოში. ეს ვიდეო მინდა რომ უფრო კონკრეტულად ყოფილიყო, რომ უზომოდ სასარგებლო და უზომოდ საინტერესო კომბინაცია გამძლეობისთვის და აღდგენისთვის ეს იქნება მოცი და SS31 და მეთილენი. მინუსი რაც შეიძლება თქვა, ზვირია კომბინაცია, საკმაოდ ზვირია, ეხლა ნაგავიყრია ძალიან ბევრი. და ალბათ აი ვიტყოდი რომ მეც რეალურად რაც ახლა ამას ვტესტავდი, პროსტა ფინანსურ ვარიანტში ჯიბეს უტყავს, მაგრამ ეს კომბინაცია, მაგრამ უზომოდ სასარგებლო თუ ფინანსები даже არის ამ ვარიანტში, даже ნებისმიერ სფეროში, ავიღოთ გინას ბოდიბილდინგი, გინას თქვა სამჭირი, გინას სტრონგმენის ვარიანტი. საერთო აღდგენითი რაღაცა გარკვეული პოტენციალი ამ პეპტაიდებით უზომოდ ჩქარდება. და ლოგიკურია რომ ჩვენი ვარჯიშების ზუსტად პროგრესი რომ მოვახდინოთ და ნორმალურ ტესტ ვარიანტში თქვა ჯანზე მოვიდეთ, უნდა შედარებით დატვირთვები გავზარდოთ.
და მერე მოხდეს მაგ დატვირთვების რაღაცით კომპენსაცია. კვების ვარიანტი ხო რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული ნივთიერებით ხო რა თქმა უნდა და ჩვენ ვეხმარებით ჩვენ რაღაც გარკვეულად აღდგენით რეკოვერით რაღაც გარკვეულ პროცესებს, რომ მერე შესაბამისად მომდენო ვარჯიშზე მივიდეთ უფრო ოდნავ ძლიერები და გავაკეთოთ უფრო შესაბამისად მეტი თქვა რაღაცა მოცულობა, აბიომი რომ მოხდეს მერე შესაბამისად გარკვეული პროგრესი. ესეთი ვიდეო ფაქტიურად დოზირებებს ვიტყვი ძალიან მოკლედ ჩემნაირ ტიპზე მე ვარ ახლა მიახლოებით 95-96 კილო, ბოლოს რა ვიწონე ვიყავი 94 და რაღაცა, 100 კილოენ ტიპზე, კვირაში ვიტყოდი რომ 3ჯერ დოზირება ალბათ უხეშად 1-5-6 მილიგრამი 3ჯერ იქნება ოპტიმალური, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ექსპერიმენტები გააკეთოთ, თქვა ერთხელ ადგეთ, თქვა რამე თქვა ძიმე ვარჯიშის წინ, სადოთ და ერთიანად სადოთ მიახლოებით 8-10 მილიგრამი. 10 მილიგრამზე ზევით თითქოს ძალიან დიდი აზრის სვეტში არ აქვს. რაც შეეხება SS31-ს, მანდაც იგივე პონტი არის 5 მილიგრამი ალბათ კვირაში მიახლოებით 3-4 ჯერ იქნება ოპტიმალური და შეგიძლიათ დატესტოთ რამდენიმეჯერ ძიმე თქვა რაღაცა ვარჯიშების წინ მიახლოებით 1-8 მილიგრამი ეგეც. მეთილენზე ჩემი მოსაზრება ყოველთვის იცით, რომ ზოგადად წერია 10 მილიგრამი, 15 მილიგრამი, 20 მილიგრამი, ნუ ჩემი განმოსახედით ეგ არის ბევრი. მიტოქონდრიებისთვის, გამძლეობისთვის, რაღაცა ნერვული სისტემისთვის და რაღაცა გარკვეული სეროტონინის დონეს ჩვენც ვიცით, რომ მეთილენი ეწევა რაღაცა განწყობის თემაში, ოპტიმალური იქნება მიახლოებით აი 2-დან 2-3 მილიგრამი იქნება საკმარისი რა. ესეთი გარკვეული ვიდეო ბიჭებო, დანარჩენი ყოველთვის საქმე როგორ ნიუანს. ვერც ერთი, ვერანაირი, ვერც პეპტიდი, ვერც წერიკი, ვერც ერთი სარმი ვერ გიშველით და ვერ მოგცემთ რაღაცა გარკვეული ისეთ სასურველ შედეგს, თუ არ გაქვთ ნორმალურად მომუშავე ჰორმონალური სისტემა, თუ არ გაქვთ ნორმალურად დალაგებული კუჭ-ნაწლავის სისტემა. ბევრი მომატებას ცდილობს ფაქტიურად და რო ვეკითხები თქვა, აი ჭამის ვარიანტში თქვა, რამე პრობლემა ხო არ გაქვთ კუჭზე. ხო, აი სულ შებერილობა მაქვს, აი ხან კუჭი ვერ გავდიო, ხან პირიქით ხლათავარ. დაბავონები თუ კუჭ-ნაწლავი ვერ მუშაობს, როგორც საათი, მონელების პროცესი თუ არა ჯიგრულად და რაღაცა გაგიჭირება ძალიან მომატება. ამიტომ ყოველთვის მაინც უნდა ხვდებოდეთ იმას, რომ უნდა ანალიზები ჩააბაროთ, უნდა ამოწმოთ ჰორმონალური ფონი. თუ ყველაფერი გაქვთ ჯიგრულად, ესეთი რაღაც გარკვეული თემები, რაც ახლა მე ვლაპარაკობ, ესენი წვეთში წაგადგებათ როგორც ჯანმრთელობის ვარიანტში, ასევე აი პეპტაიდებსაც შევეხები. ისევე ანალოგიურად რაღაცა გარკვეულად სპორტული პერფორმანსის გასაუმჯობესებლად. ეგ არის ბიჭები. ამით დავასრულებ ფაქტობრივად ამ ვიდეოს. ვისაც დახმარება გინდათ ინდივიდუალურად, შეგიძლიათ მოხვიდეთ კონცეფტზე, შეგიძლიათ მოხვიდეთ ფაქტობრივად ონლაინ წაყვანაზე, ნებისმიერ სპორტის სახეობაში დაგეხმარებით ყველას ინდივიდუალურად და პერსონალურად. ყველა იყავით ჯანზე და ყველას დროებით, ადიოს.